საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს ხუთშაბათია, 6:30 და ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი და მე ამ გადაცემის წამყვანი გიორგი ლომია ვიქნები თქვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვათ თქვენი აზრები, შემომიერთდეთ იმ თემაში, რომელსაც მე თქვენ შემოგთავაზებთ, ან თქვენი თემა შემოგთავაზოთ და ვისაუბროთ იმ კონკრეტულ თემებზე, რომელიც თქვენთვის უფრო საინტერესოა. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 557885588. დაგვირეკეთ თქვენი აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე კი მინდა დავიწყო გადაცემა იმით, რომ ფაქტიურად იმ ამბების ფონზე, რაც მიმდინარეობს მსოფლიო მასშტაბით, ფაქტიურად ცოტა ჩაქრა პროტესტის მუხტი არაბული ქალაქების წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს სურს ხელისუფლებას და ასე გონია ზოგ-ზოგიერს, მაგრამ სავარაუდოდ ბუნებრივია ეს მუხტი არ ჩამქრალა, უბრალოდ საახალწლო დღეები იყო და ადამიანები გადართულები იყვნენ ელემენტარულად ახლა საყოფაცხოვრებო ამბებით იყვნენ დაკავებულები. და თუ ხელისუფლებას გონია, რომ ირანის ფონზე, იმ ვენესუელას ამბების ფონზე ხალხს დაავიწყდება ეს არაბული ქალაქები, მე ვფიქრობ, რომ ცდება. და რას აკეთებს ხელისუფლება, რა ჩანს, რომ მაგალითად რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ ადამიანებს დაავიწყდეს ეს საპროტესტო მუხტი. შექმნეს რეკლამა და თქვენ ალბათ არაერთხელ გინახავთ ეს რეკლამა, სადაც იგილ ხილსი ამბობს, რომ კვადრატული მეტრი იმ აშენებული ფართებისა გაიყიდება $2100. იქნება თქვა კვადრატული ფართი $2100-დან დაიწყება. ესე იგი, ადრე რო ამბობდნენ, რომ $7,500-დან $15,000-მდე იქნება ფასი და ხალხი ამბობდა, რომ თუ კი ამ ხელა ფასს ადებ, ესე იგი ქართველებზე ორიენტირებული არ ახარ და არაბების შემოყავს და ამაზე ატყდა ერთი ამბავი, რაც სრულიად სამართლიანი იყო ეს პროტესტი. იფიქრეს, რომ მოდით გავაკეთოთ შემდეგნაირად, დავადოთ ფასი $2100 და მერე თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, რომ არაბები შემოყობს, ვიტყვით, რომ რას ქვია არაბები შეაგერ ვაკეში ღირს $3,500 და $4,000 ზოგიერთი უძრავი ქონება. და რა შუაში არაბები რა ქართველები ვერ იყიდიან $2100, იყიდიან და აი ამ სპექტაკლის დადგმით გავაჩერებთ იმ მუხტს და უკვე ქართველები, ბევრი ქართველი, რომელიც გამოდის დღეს და აპროტესტებს, დარწმუნებული იქნება იმაში, რომ არ არის ეს ისე როგორც აბუქებენ, თქვათ, რომ აი ქართველები ვერ იყიდიან და მარტო არაბები იყიდიან და ასე შემდეგ. დაწყნარდება ეს საპროტესტო მუხტი ჩაქრება, ხალხი დაწყნარდება და ყველა კმაყოფილი იქნება და მერე რა მოხდება ერთ წელიწადში, როგორ ავაშენებთ და რანაირად ავაშენებთ, ეს უკვე სხვა თემაა და ამისთვის უკვე იბარებენ ფაქტიურად იგილ ხილსის ოფისში, იბარებენ ხალხს და ეუბნებიან, რომ შეგიძლიათ ეხლავე იყიდოთ, მაგრამ ფოკუსი რაშია? ბუნებრივია, რომ ეს ეხლა აქვთ მოფიქრებული ამ საპროტესტო ტალღის ფონზე, ააშენებენ რამოდენიმე სახლს, მრავალსართულიანს, შეიძლება 1-4 კოლოფი იყოს, სულ ჯამში შეიძლება იყოს 200-2500 კვადრატული და გაყიდიან $2100, მაგრამ დანარჩენი ბუნებრივია გაიყიდება როგორც აპირებდნენ გაყიდვას. ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხო გვახსოვს, რომ გვეუბნებოდნენ მილიონზე მეტი კვადრატული მეტრი უნდა აშენდეს. გვახსოვს, ხო, ინტერნეტში ძევს ეს ინფორმაცია, ხელისუფლება გვეუბნებოდა ამას. მილიონზე მეტი რო ამბობენ, 1,500,000 რო იყოს, პირდაპირ იტყვიან 1,500,000, 2 მილიონი რო იყოს, 2 მილიონს იტყვიან და მილიონზე მეტს რო ამბობენ, ეს არის დაახლოებით ალბათ 1,50,000, 1,100,000 შეიძლება ჩავთვალოთ. და ან ვარადის 1,900,000-მდე. ეხლა ჩვენ ხო ამბობენ, რომ ინვესტიცია არის. ეხლა ჩვენ
ელემენტარულად რომ დავთვალოთ, აი მილიონი კვადრატული მეტრი, 1,100,000 იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. $2,100 კი არა, $2,500-დაც რომ გაყიდონ. ეს გამოდი, აი მილიონი კვადრატული რო ავიღოთ და $2,500, იქ მოუმატოთ, აქ ცოტა მოვაკლოთ, გამოდის 2,5 მილიარდი. 6,6 მილიარდი უნდა იყოს ჩადებული. 2,5 მილიარდი თუ ამოიღო უძრავი ქონებიდან, დანარჩენი ფული როგორ უნდა ამოიღოს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ინვესტორი როდესაც შემოდის და აშენებს ელემენტარულად რაღაც კორპუსს დგამს, თუ უჯდება $3 მილიონი კორპუსის აშენება, როგორც მინიმუმ 2,5 მილიონი უნდა დარჩეს. ეს თავისი ხარჯებით ყველაფრის გათვალისწინებით. ბუნებრივი ადგილსაც აქვს მნიშვნელობა, ვაკეში თუ ააშენებ, ხარჯი ერთნაირი გექნება, მაგრამ ამოღება უფრო მეტი, რა თქმა უნდა, ვიდრე ვთქვათ, სადღაც რომელიმე საძილე რაიონში. გასაგებია, მაგრამ პლუს მინუს, როდესაც შენ ყიდი უძრავ ქონებას, შენ იმაზე მეც იღებ, ვიდრე დებ და აქ გამოდის, რომ 6,6 მილიარდი უნდა ჩაიდოს და იმ კვადრატულობიდან გამომდინარე მარტო 2,5 მილიარდი უნდა ამოიღოს არაბულმა კომპანიამ. ეხლა ისიც გაითვალისწინეთ, რომ იმ 2,5 მილიარდიდან კარგი ეს შეიძლება თბილისში ნაკლები ჰექტარი გაიყიდა გონიოში, იქაც თუ იგივეს გავთვლით, მაგალითად, კიდე ზემოდან შეიძლება 1,250,000,000 დავამატოთ და გამოვა 3,750,000,000 მთლიანობაში. მაინც არის იმის ნახევარი თითქმის, ვიდრე უნდა ჩაიდოს ამ პროექტში. და კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ, რომ მესამედი, ანუ 33% ეკუთვნის საქართველოს. და თუ გამოვაკლებთ ახლა 7 მილიარდ 750 მილიონიდან თუ 3-ზე გავყოფთ, ისევ გამოვა რომ 2,5 მილიარდი რჩება არაბულ მხარეს და 1,250 მილიონი რჩება საქართველოს. ესე იგი, ისე თუ იქიდანაც რომ შეხედო და აქედანაც რომ შეხედო, 2,5 მილიარდზე ვჩერდებით, როცა 6,6 მილიარდი იდება პროექტში. ეხლა გიჟები არიან, ამხელა ფული ჩადონ პროექტში და მარტო 2,5 მილიარდი ამოიღონ. ესე იგი, აქ ორი ვარიანტია. ან გვატყუებენ და $2,500 არ გაიყიდება კვადრატული და გაიყიდება მეტად და უბრალოდ როგორც გითხარით სპექტაკლი დაედგა და ახლობით 2,000 მეტრი გაიყიდება რაღაც ორ კორპუსში, რომელიც საერთოდ უინტერესოც იქნება და დანარჩენი პროექტი ჩვეულებრივად განხორციელდება. ან მაშინ სულ სხვა გეგმა აქვს, ხო, არაბულ მხარეს და არ აინტერესებს ფული. ესეც უნდა გვესმოდეს. მაშინ ხო გეუბნით, ორი გზა არის, ან გვატყუებს დღეს ხელისუფლება და იგელ ხილსი ხელისუფლებასთან ერთად რომ დაბალფაში გაყიდიან ამ პროექტიდან მიღებულ კვადრატულ მეტრებს, ან სულ სხვა გეგმა აქვს ხელისუფლებასაც და არაბულ მხარეს და აქ უკვე ფული იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც ამ გეგმის შესრულება და გეგმის შესრულება ერთადერთი არის, რომ უცხოელები დაასახლონ საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ ისია თუ ასია, ეს კლიპი, რომელიც ტრიალებს, შეცდომაში მოდით ნუ შეხოთ, ნუ საკუთარ თავს ნუ შეიყვანთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ელემენტარული მათემატიკაა. ინვესტორი არასოდეს არ ჩადებს 6,6 მილიარდს და არ დაკმაყოფილდება მხოლოდ 2,5 მილიარდით, რომელსაც უკან ამოიღო. ზარია ეთერში. გისმენთ? ისაუბრეთ, გისმენთ? ალო. დია, გისმენთ ქალბატონო? გისმენთ ქალბატონო, ისაუბრეთ? სამწუხაროდ გაითიშა. თქვენ რომ რეკავთ, არაერთხელ გვითქვამს, ახლაც გავიმეორებ, არ მეზარება, რომ რეკავთ ტელეფონით. თქვენ გესმით ჩემი ხმა. შეიძლება ხმა მეორდებოდეს. ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას. მთავარია მიმღები, ტელევიზორი იქნება თუ რადიო, დაწეული გქონდეთ, რომ თქვენმა
რადიო მიმღებმა თუ ტელევიზორმა ხელი არ შეუშალოს მაყურებელსაც და მეც ბუნებრივია რომ გავიგო რას ამბობთ. დანარჩენი ახლა ხმა თუ თქვენ გიმეორდებათ, გააგრძელეთ საუბარი ჩვეულებრივად ზარი ეთერში. გისმენთ ისაუბრეთ. ალო. დიახ, გისმენთ. ობისვინეთ ახლა, სოფლის მეურნეობის მდგომარეობაზე რატომ არ ლაპარაკობ? მიწები რომ იყიდება ინჟინერებზე, ჩინელებზე, პარტელებზე, ოსმალებზე, ხიზბანიშვილებზე, ბოლოს რაღაც ვიქნოთ. ვა, საქართველოს მოქალაქეთ, ვა არა. იბასუხი ამ კითხვაზე. ხარ თუ არა საქართველოს მოქალაქე თქვენ? დაუწიეთ ტელევიზორს. სამხიდი, საქართველოს ბუნებად. მომისმენე, მეგობარო, ერთი წამით, ჯერ ერთი მოდით ემოციები ცოტა. რატომ იყიდება საქართველოს მიწა წალი? ოსმალებზე, მონღოლებზე, არაბებზე და მუხალად წრებზე. მომისმენეთ, თქვენ მე რაზე ვსაუბრობ, არ მოგისმენიათ? ვერ გავიგე, რაზე არ ვსაუბრობ, მითხარით? წნარად, ნუ აღელვდებით. დაუწიეთ მიმღებს, დაუწიეთ ტელეფონით მესაუბრეთ. რაზედა? ამჟელავად, იმიტომ რომ საქართველო რა? იქნება დარეკოთ კიდე, მომისმენეთ. თქვენ რეკავთ აღელვებული და მეუბნებით, რატომ არ ვსაუბრობთ, რომ იყიდება საქართველოს მიწები. და ეხლა საქართველოს მიწაზე არ ვსაუბრობდი? თუ თურქეთის მიწა იყიდებოდა ან რუსეთის? ზარი ეთერში. გისმენთ ისაუბრეთ. აი ასეთ რაღაცას მოვარაკო. მე სოფლელი ერთი გლასი გაწიო. დიახ. აი ეს არაბები რო ჩადებენ იმ ინვესტიცია ჩვენ საქართველოში და მიწებს რო იყიდიან და. დიახ. რუსები რო მოვლიან და იმასაც და ამასაც დაახევენ, ამაზე ვიტო ფიქსია. მადლობა. კი ბატონო, მაგრამ არ გახვიდეთ ეთერიდან. ძალიან გთხოვთ. თქვენ რო კითხვას სვავთ, მე თქვენთან დიალოგი მიხარია, იმიტომ რომ ამ დიალოგში ფაქტობრივად ჩვენ იქამდე მივდივართ, რომ თქვენთვისაც და ჩემთვისაც გასაგები იყოს თუ რეალურად რა ხდება ქვეყანაში და ჩვენ რისთვის ვართ მზად. თუ თქვენ ეგრევე გათიშავთ, მაშინ ჩემ მხრიდან ისო მონოლოგი გამოდის და ნუ არ არის, არც თქვენთვის არ არის, მე მგონი სასიამოვნო. კარგით, მაგრამ რადგან გახვედით ეთერიდან, გავაგრძელებ. ჩვენთვის მტკივნეულია, ბუნებრივია საქართველოს მიწის გაყიდვა. ის რომ რატომ არ ფიქრობს ეს ხელისუფლება მომავალში რა იქნება, რუსეთის შემოვა რაღაცას წაგართმევს, ის შემოვა რაღაცას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს დგას და რომელიც სავარაუდოდ ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ან რუსეთი ან ვიღაცა შემოვა. არამედ თვითონ ქვეყანა, სულ რო არავინ არ შემოვიდეს, ქვეყანას ექმნება პრობლემა. მომავალ დემოგრაფიულ ფონს ექმნება პრობლემა. თქვენ, როდესაც საუბრობთ, რომ აი რატომ არ ვლაპარაკობთ კონკრეტულად რაღაცაზე. ნუ ახლა ყველაფერზე ხო ვერ ვისაუბრებ, ნუ დაგვავიწყდება ბოლოს და ბოლოს რაღაც თემა შეიძლება დაგავიწყდეს და 1 საათში ყველა თემას ვერ შეეხები და თქვენ არსებობთ ამისთვის, რომ რეკავთ. მე იმიტომ გეუბნებით, რომ თქვენი თემა, თქვენ თვითონ რომ უფრო საინტერესოა ის და უფრო მნიშვნელოვანია, რასაც თქვენ ფიქრობთ, თქვით პირდაპირ ეთერში, ხო არავინ არ გიშლის და მე შემოგიერთდებით, ან არ შემოგიერთდებით იმ თემაში. ამაზე შეიძლება ვიდეოთ კიდევაც შეიძლება არ ვიდეოთ და დაგეთანხმოთ. თქვენ ხელშია ყველაფერი, შეგიძლიათ დარეკოთ და ნებისმიერ თემაზე დაიწყოთ საუბარი, ზარია ეთერში. სამშვიდობისად გიორგი, თუ ნებას მომცემთ წეღან ილიასთან ვერ დავასრულე საკითხზე თან დაკავშირებით და ძალიან დიდი ბოდიში თუ ამ ეს ეხება ნუ მიწებთან დაკავშირებით მე წალსახად რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში ერთი გოჯი მიწა არ აგვაქვს ჩვენ არავისთვის დასათმობი ქართული მიწა არ უნდა იყიდებოდეს და მიწაც დინარეთ ზღვაც
აერით, ტყეით და ბუნებას ყველაფერი ეს არის სახალხო დოვლათი და ეკუთვნის ქართულ ხალხს. მოვრჩა და დამთავრდა. ეხლა იმ საკითხის გაგრძელება მინდა ისევ რაზეც გელაპარაკეთ ფასებთან დაკავშირებით. აი, როდესაც პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება იყო, რომ ფასები უნდა გადაიხედოს თუ როგორც თქვა, იცით თქვენ ამის შესახებ, აი იმ წუთას და აი ამ განცხადების გაგრძელება იყო უკაცრავად, რომ შემდეგ მოხდებოდა სამედიცინო ანუ აფთიაქებში მედიკამენტებთან დაკავშირებით, აი ეს საკითხიც უნდა შევისწავლოთო. აი მყისიერად დადასტურებულად გეუბნებით, იმიტომ რომ მე ძალიან დამოკიდებული ვარ, წამლები მჭირდება, წნევის წამლები განსაკუთრებით და ყველა ძალიან დიდ ნაწილს სამწუხაროდ პენსიონერების ეს მჭირდება და აფთიაქთან მიღმული ვარ და ყველაფერი ვიცი, ყოველ სისტემატური შეხება მაქვს. აი მყისიერად მოხდა ფასების გაძვირება. მყისიერად ისეთ წამლებზე, რომლებიც ისედაც იყო ძვირი. ისედაც იყო გაძვირებული და აი ეს წინასწარი თქმა, რომ აი მერე სადღაც თებერვლის თვეში პარლამენტი განიხილავდა ამ საკითხს, შესწავლა დაიწყებოდა ამ საკითხს, ამით მიეცათ საშუალება манипуლირების და ისე ავარდა ფასები კონკრეტულად გეტყვით, ერთ მაგალითს გეტყვით, ვამბობდი ზუსტად, აი ფიზიოტენზი არის ასეთი წამალი, ფრანგული წამალია 2 მილიგრამიანი და 4 მილიგრამიანი. აი 4 მილიგრამიანი შედარებით ნაკლები ეს 2 მილიგრამიანზე, რატომ? აკაცხრიკი, იმიტომ რომ ეს უფრო მოხმარებადია, ვიდრე 4 მილიგრამიანი. ამიტომ იმაში ნაკლებია წამალი, მაგრამ უფრო ძვირი ღირს. იმიტომ რომ ხალხს ეს უფრო გჭირდება, ეს ერთი. ახლა როგორც კი ეს ინფორმაცია გავიდა მეორე დღეს რომ მივედი ერთი კოლოფი, ეხლა აქაც უყურეთ კოლოფი, ეს არ ნიშნავს იმას რომ მთელი თვე გეყოფა ის მოსა, აი ამ კოლოფში არის მხოლოდ და მხოლოდ 5 დღის, მაქსიმუმ 6 დღის და ეს წამალი მოსახმარებელია ყოველდღიურად და სისტემატურად. აი 11 ლარიანი ფიზიოტეზი, რომელიც 5 დღე გჭირდება და უცბად გახდა 16 ლარი. შეამოწმეთ ქსელში შეთანხმება, ანუ კარტერული გარიგება სახეზია და უცბად გახდა 16 ლარი. აი როცა მიდგება საკითხი მერე იმაზე, რომ ფასებმა უნდა დაიწიოს, შესაძლებელია დიდი ალბათობით ის 16 ლარიანი წამალი გახდება 13 ლარი და შეგვხვდება 11 ლარიანის მაგივრად გაიაფებული წამალი შეგვხვდება 13 ლარი. დიახ, ქალბატონო, აი ამ ფოკუსებს გვიტარებს ხელისუფლება. ზოგადად ნათქვამია, თუ გინდა ადამიანს კარგი გაუკეთო, ჯერ გაუკეთეთ ცუდი რამ და მე დაბრუნდი იმ პირველად ნუმერობაში და ის კარგად იგრძნობს თავს. აი მე მინდა ძალიან გულით მინდა რომ აი მივაწვდინო ხმა. მე შორსა ვარ იმ აზრისგან რომ არიციან ამის შესახებ, მაგრამ თუ კი არიციან, ახლა იცოდნენ და გავსი მაგალითები არის გავსი. საერთოდ ეს საკითხის მედიცინას აუცილებლად ჭირდება ძირფესვიანად შესწავლა და მთლიანად არის შესაძლებელი, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს პროფესიონალმა. არაფერი პირადი არ მაინტერესებს ამ ადამიანთან, პატიოსანი კაცი შტაბ-სილებას სწორდება, მერთი ამოწამე მარტო ეკრანიდან ვიცი ამ ჯანდაცვის მინისტრი, მაგრამ არ შეიძლება იურისტი კაცი ნებისმიერი პოლიკლინიკის ექიმი, ნებისმიერი საავადმყოფოს მთავარი ექიმი შეცდომაში შეიყვანს და ოპონირებასაც კი ვერ გაუწევს. იმდენად რთული, საერთოდ დარგია თვითონ რთული და პროფესიონალებს უჭირდა. ეხლა წარმოგიდგენთ, ჩვენ ამ დღეში ვარ და როცა პარლამენტში გამოდიოდა ერთ-ერთი ქალბატონი პარლამენტარი და თქვა, რომ ჩვენ თურმე პენსიონერებს ძალიან დიდი დახმარება საოცარი იცით რა არის? ფული თანხები ბიუჯეტიდან მართლა იხარჯება. მართლა დიდი თანხები მიდის, რასაც თვითონ ველაპარაკობენ. თვითონ ჯანდაცვის მინისტრს უსმენდი ახლახანს ერთ-ერთ სტუდიაში იყო და თქვა, რომ აი რა დიდი თანხები დაასახელა, რომელიც ხმარდება ჯანდაცვას. მაგრამ როდესაც კითხვა არის, მაშ რაშია საქმე, ეს ამდენი უკმაყოფილო ადამიანი
ხომ უნდა დაფიქსერო, ესე იგი ყველაფერი არ ყოფილა წესიერად და რიგზე, რადგან თანხები იხარჯება, შედეგი არის ალბათ ნული და გაიხედო ნახონ ან საავადმყოფოშიც მოხდიმე და ნახე იქაც რა ხდება აი ეს თუ არ შეისწავლა ან ბოლოს და ბოლოს მოусმინონ ხალხს მოусმინონ ამდენი ადამიანია და დაინტერესებს ხალხთან კონტაქტია საჭირო და თვითონ გეტყვის მე ის საკითხი თვითონ დაგანახებს ხალხი დაგანახებს რა არის საჭირო მარტო ფურცლები კაბინეტიდან ფურცლებზე გაწყობილი ეს ყველაფერი და მოხსენიებული არ იმართება ასე კარგი დიდი მადლობა ქალბატონო დიდი მადლობა ნამდვილად ძალიან საინტერესო დაკვირვება იყო იმიტომ რომ წამლებზე ფასები ყოველ თვიურად იზრდება და არაპირიქით არ აკლდება ადრე მე ვამბობდი რომ როდესაც გაიხსნა თურქეთში დიდი ფარმაცევტული ქარხანა იქიდან შემოდიოდა წამლები ანუ პირველი რაღაც პირველი ეტაპი და მეორე ეტაპზეც შემოიტანეს წამლები და გაიაფთა სხვადასხვა ანალოგი ძვირიანი წამლების მაგრამ მე ისევ შეჩერდა შემოტანა ვინაიდან სავარაუდოდ აი ზუსტად ეს კარტერული გარიგება მოხდა და შეაჩერეს დაბლფასიანი წამლების შემოტანა. რა ძალიან ცუდია ბუნებრივია და ნუ რატო ხდება ეს თქვენ რო კითხულობთ? ნუ იმიტომ რომ ზოგიერთი ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსანი ამითაც სარგებლობს და აქედან გამომდინარე და თან ნაცმოძრაობის მე ახლა არ მინდა დავასახელო მე მგონი უჩემოდაც კარგად იცით ნაცმოძრაობის წევრს ერთ-ერთ ეკუთვნის ძალიან დიდი ქსელი აფთიაქების არ ვასახელებ მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ იცით თქვენ ეს და ასევე სხვადასხვა პოლიტიკოს ეკუთვნის სხვადასხვა ქსელები სხვა ქსელები აფთიაქების და წამლებში ძალიან დიდი ფული იშოვება ბუნებრივია და ამიტომ არსებობს ეს კარტერული გარიგება რომ ფასები არ დააგდონ და მე თქვენ გეთანხმებით რომ ფასები რომ აწიეს ახლა თებერვალში დააგდებენ ფას მართალი ბრძანდი შეიძლება 13 ლარამდე შეიძლება 12 ლარამდე მაგრამ 11 ლარზე უფრო ძვირი იქნება ანუ 11 ლარი ახლა აქამდე იყო ახლა 16 ლარია მე იქნება ან 13 ან 12 და ამით შეეცდებიან რომ მოაწონონ თავი მოსახლეობას იტყვიან რომ ახლა ხედავთ 16 იყო და 4 ლარი დავაგდეთ მაგრამ ის რომ 11 ლართან შედარებით 1 ან 2 ლარით რომ მოიმატა, ის უკვე აღარავის აღარ ემახსოვრება. ხალხის გარდა, მე ვამბობ. და მე ნელ-ნელა ხალხიც დაივიწყებს ამას. და გავა კიდე რამოდენიმე თვე გამოვლენ და დაგიწყებენ იმაზე საუბარს, რომ რა გინდათ, კაცო, აგერ ფასები დავაგდეთ წამალზე. და ბევრი მათი ფანატიკოსი, ანუ ვინც ფანატიკურად უყურებს ვისაც აფანატებს ამ ოცნებაზე, აქეთ დაგიწყებენ პრეტენზიებს, ხო, რომ რა გინდათ ფასები დავარდა და აბა როგორ გინდათ და ასე შემდეგ. თორე ბუნებრივი ეს სპექტაკლები ამისთვის იდგმება ზუსტად, რომ ადამიანები დაარწმუნონ, რომ ისინი კარგად არიან, როცა ადამიანი გრძნობს, რომ ცუდად არის. მაგრამ ეუბნებიან, რომ არა ხარ ცუდად, ხარ კარგად და უნდა გჯეროდეს ამის და მორჩა. ზარია ეთერში. საღამომშვიდობისას ბატონო გიორგი, საღამომშვიდობისას. საღამომშვიდობისას. ბევრია სალაპარაკო, მაგრამ ერთი საკითხი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არაბები რო შემოვლენ პირველ რიგში აკეთებენ მეჩეთებს, ამ მეჩეთებსაც ხوار გავყიდით $2000. აი ესე შემოდიან არაბები. არავითარ შემთხვევაში შეიძლება თუ გინდა $100 იყოს, მაგათი შემოშება ახარ შეიძლება. იმისათვის რომ მედიცინული ბინები გაიყიდება მაგას ეგენი ჩამოაყალიბებენ თავიანთ საზოგადოებას იმ საზღვარზე თბილისში და სულ ყოველთვის იქნება ძიზგილაობა და ალიაკოთი ქართველებსა და მაგას შორის ვინ ეგ ამბავი ფას არ აქვს მნიშვნელობა მეორე ამბავია ჩვენი პრემიერ-მინისტრი დაგეკლუსობს არაბეთში უკან არიხებს ხვაგვიძები ტელევიზიაზე მე უყურებ ბატონო გიორგი დაგეკლუსობს ბიზნეს ხელგადასმული პრემიერ თორე მაგას ეგ ვერ გაბედავდა მაგდეს კობახიძე ბიზნეს უთხრამით სტადიკიდი არაბეთში ამ თემას ისე მივაწეთ ხალხი გაჩუმებულია კან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეს უნდა გავერთიანეთ ყველა პარტია თუ გინდა ცუდი პარტია შევხედა ვაჩვენო ჩვენი ძალა
მეორე ამბავია კიდე აბა დაიწყეს სამთავრობის დასახელება დავანგრიოთ. იქ რა კობახზე წყალი ჩამოდის თუ ინგრევა ეს. სოფელი უნდა გავაკეთოს სამთავრობო სოფელი. თუ სოფელი უნდა გაიარონ სოფლებში საქართველოს სოფლებში ბიზნესამდე მაგრამ რა დღეშია სოფლები და თუ საკეთებით ნუყრიან ხალხისგან ბიუჯეტს ნუ აკეთებით ნუყრიან ყურლუბებს სოფლები დაიარონ და ქართულ სოფლებს მიხედოთ ეგეც შეყოფა და ეგეც დედმეტია მაგათი ეგ მთავრობის დასახლება ეგ პარლამენტი ან მასალას დასაკეთებენ ეხლა სამთავრობო სოფელი მოუნდათ მე თლიანად იქნება თელი ცხოვრება მთავრობაში აი ეს არის ძალიან დიდი მისახედი და რა ვიცი აი ესეთი ამბავია კი ბატონო უკან არის იხევს ჩვენი პრემიერ-მინისტრი უკან ხო დააკვირდა მაგის აქციებს კიდე ჩავიდა არაბეთში და პირველ ჩვენებას აწვება ხალხი ბოდიში და ფეხებზე კიდია ბიზნეს და მაგას თუ უნდა გავერთიანეთ ყველა დიდი პატარა რა ვიცი ყველა თქვენი პარტიის სამადობით ალტინფო ლელო სხვადასხვა პარტიები და ერთად გავდგეთ და ჩვენი ძალა ვაჭროთ აი ამ საკითხზე და მე ხო ამბავია ხალხი თვითონ გადაწყვეტს მთავრობაში ვის მოიყვანს არჩევნების დროს კი ბატონო გავიგე დიდი მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა მაგრამ მე ამ ყველაფერთან ერთად მე გეთანხმებით მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მაწუხებს კიდე სხვა რამ რომ ხელისუფლება არ გამოდის და არ გვეუბნება თუ რას გეგმავს თუ იმ შემთხვევაში თუ კი ირანიდან დიდი ნაკადი ტოლვილების შემოვა საქართველოში სად ათავსებს როგორ იღებს რა გეგმა აქვს ზოგადად და აქამდე რატომ არ არის მიღებული კანონი რომ უძრავი ქონებაც კი განა მიწებზეა საუბარი ჩვეულებრივ სახლებზეა საუბარი უძრავი ქონებაც კი არ უნდა გაიყიდოს უცხოელზე რაღაც პერიოდი მაინც ქვეყანას აქვს იმის უფლება ყოველთვის თუ კი არსებობს რაღაც საფრთხე ქვეყანა ამბობს რომ ჩვენ ეხლა არ ვყიდით არც უძრავ ქონებას ბუნებრივი მიწა საერთოდ არ უნდა იყიდებოდეს და ასე შემდეგ 2 წლით შევაჩერეთ 3 წლით შევაჩერეთ და ასე შემდეგ ეს უფლება ეს დისკრეცია აქვს ხელისუფლებას მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ მე ახლა ამ საფრთხესაც ვხედავ დიდი ნაკადი რო შემოვიდეს ირანელების ნუ ვიღაცა ტოლვილი იქნება მაგრამ ვიღაცას აქვს დიდი ფული და პირდაპირ დაიწყებს ყიდვას უძრავი ქონების ის უკვე მფლობელი გახდება უძრავი ქონების მე რავშვებით კაი ტოლვილი თუ ტოლვილის სტატუსით არის და არაფერს არ ფლობს საქართველოში ნუ დამთავრდება რაღაც საომარი მდგომარეობა მის ქვეყანაში და დაბრუნდება იქან დავაბრუნებთ მაგრამ იმ ადამიანებს რას უშვებით და იმ ოჯახებს რომლებიც აქ შეიძენენ უძრავ ქონებას ისმის კითხვა თქვენ ხელისუფლებას მიმართავ ახლა თქვენ არ ცდილობთ დაიცვათ ჩვენი ქვეყანა გარე საფრთხეებისაგან თქვენ ამბობთ რომ აი გადავარჩინეთ და არ წმუნებთ თქვენს აი ურა პატრიოტებს ვინც თქვენ ესე ვთქვათ ვისაც თქვენზე აფანატებს რომ თქვენ გადაარჩინეთ ქვეყანა და ომში არ ჩაითრიეთ რომელ ომში არ ჩაითრიეთ ამაზე მილიარდჯერ მაქვს ნასაუბრები რა მეორე ფრონტი უნდა გაგეხსნათ რა ძალა გაქვთ იმისი რომ მეორე ფრონტი გაგეხსნათ ეგ იცოდით თქვენ თავიდანვე რომ მეორე ფრონტის გახსნა იქნებოდა თუ არა 3 დღეში დამთავრდებოდა ყველაფერი არც იარაღი აქვს საქართველოს არც ფიზიკური რესურსი აქვს რომ შენ გაუწიო წინააღმდეგობა რუსეთს ეს კარგად იცოდი და როცა ამბობ რომ მე გადავარჩინე ქვეყანა და ამით პოზიციონირებ ეხლა რა შვები ამდენი უცხოელი რო შემოდის მე ტანკით და დამიფხრობს უცხოელი თუ ფულით რა მნიშვნელობა ქვეყანას წამართმევს იარაღით თუ წამართმევს ფულით ამას რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის რომელსაც მაინც ართმევენ მით უმეტეს ის თვითონ ადამიანი ხო არ ყიდის ფული მას ხომ არ რჩება მას არ ხმარდება ეს ფული შეიძლება ადამიანმა თქვას რომ ჯანდაბას გავყიდე და წავედი უცხოეთში ვიყიდე სხვა რაღაცა არა ადამიანი რჩება ქვეყანაში რომელიც ფაქტურად მას უკვე აღარ ეკუთვნის იმიტომ რომ გაყიდულია და როცა ამბობთ რომ პატრიოტები ხარ და ესე მემარჯვენე ძალა ხართ რომელიც ტრადიციულ ღირებულებებზე მუდმივად საუბრობთ ეხლა დაიწყეთ ბოლო პერიოდში საუბარი და ამბობთ რომ გადაარჩინეთ ეს როგორ გადაარჩინეთ ამდენი უცხოელი ახალ წელს სად ხვდებოდით
საქართველოში ვიყავი თუ უცხოეთში, ოღონდ რომელ უცხოეთში ესეც ვერ გავიგე, იმდენად არეულია, იმდენი უცხოელია, რომ გაუგებარი იყო. რა ქვეყანას გვიტოვებთ საერთოდ. მესმის რომ ჯერ წასვლას არ აპირებთ, მაგრამ ოდესღაც ხომ წახვალთ და ჩვენ შვილიშვილებს რა ქვეყანა უნდა დაუტოვოთ? საქართველო იქნება ეს ქვეყანა? შეიძლება არც ერქვას საქართველო ამ ქვეყანას და ახალი სახელი მოიფიქროს იმ ნარევმა სხვადასხვა ხალხმა, რომელიც აქ დაბინავდება, მოქალაქეობას მიიღებს და იტყვის, რომ არა, ამ ქვეყანას ქვია რაღაც და რა ვიცი, გიურჯისტანი. ან სხვა რაღაც სახელს მოიფიქრებენ. რას საკეთებთ, რაზე ფიქრობთ? მარტო ფულზე ფიქრი შეიძლება? მარტო საკუთარ თავებზე და საკუთარ ოჯახებზე ფიქრი შეიძლება, როცა ხელისუფლებაში ხარ. საერთოდ არ გინდათ ისტორიაში დარჩეთ როგორც რეალურად მართლა ადამიანები, რომლებმაც გადაარჩინეს საქართველო. ჩვენ მეფეები ვყავდა, რომლებიც შვილებს მწერთან უშვებდნენ მძევლად. ხო იმის გამო, რომ ოღონდ საქართველოს რამე არ დამართნონ და ხალხი არ დაზარალდეს. აი ეს მეფეები იყვნენ მართლა ამ ქვეყანაზე შეყვარებულები და პასუხისმგებლობა ჰქონდა იმ ხალხზე, რომლის სათავეში წიდგნენ. თქვენ რა შვებით? თქვენთვის ეს ქვეყანა არის მხოლოდ და მხოლოდ ფულის საჭრელი დასგა. ვიზზე ფიქრობთ, რას საკეთებთ? ანუ ამდენი სპექტაკლები და ამდენი შეურაცხყოფა ხალხი შეიძლება? დაფიქრდით ხალხი, ხვალზე ხო, სადღაცას მოგიწევთ ცხოვრება. არ ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი პასუხს მოგთხოვს, თუ იმის იმედი გაქვთ, რომ აღარ იარსებებს ქართველი ხალხი და იმდენად გაზავებული იქნება საქართველო, რომ უკვე არავის არ ემახსოვრება ქართული ოცნება. არა, გარწმუნებთ, რომ ქართველ ხალხს თქვენ ვერ მოერევით. იმიტომ რომ იმ ბატონის თქმის არ იყოს, საბოლოო ჯამში მართლა მტრები გაერთიანდებიან თქვენს წინააღმდეგ. აი საქართველოში პოლიტიკური პარტიები რო ერთმანეთს მტრობენ, საბოლოო ჯამში უკვე იმდენად ამოხვედით ხელში, რომ ისინიც კი გაერთიანებიან თქვენს წინააღმდეგ. დაფიქრდით ამაზე ხალხმა. ზარი ეთერ შემოუშვით. გისმენთ ისაუბრეთ. აღარილა უკვე ყურება იმ დონეზე ვარ დაზაფხული. რა საკეთებენ ეს არაკაცები? რა საკეთებენ? 80 წლის კაცი ვარ, ხარწავიძე. არ გამოაცხადეს, გვირე მაიღოს. ან იარაღი ავიღოს, ავაკეთოთ რაღაცა. იღუპება საქართველო ხარხნო. საქართველო დაიღუპა აღარა გვაქვს. რა უყოთ? რა გავაკეთოთ? რა უყოთ? ვინ მოკრა გადავიდე გამგეუბაში ჩახოწო ხალხი. აღარ შეგვიძლია. რა საკეთებენ ეს კატასტროფები? ეს კურულები რომ მოუსია მაგარა ადამიანს. დადის არაბეთი იბრძება. ქალია თუ კაცია გაიგე. ანის რუპორები რო ყავთ, ლისიკები და ის ყვარლელი. რა დემოგოგიას რა საკეთებენ? ეს არა ადამიანები. სიტყვები აღარ ამყოფენ, ხო არ დავიწყებ გინება. აღარ შეგვიძლია. აი ის út გადატანილი ვარ. 3 სტენდი მიდრა, 2 ინფარქტი მაგადატანილი. ჩემი თავი აღარ ვიდა. შვილი მკვდარი ვარ, შვილი ვარ. ყავ კიდე შვილები. ვიდა უწინო. მადლობა ზარისთვის. ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ ამდენი საუკუნის მანძილზე ქართველმა ხალხმა, ჩვენმა წინაპარმა შეგვინარჩუნა ჩვენი მიწა-წყალი და არავის აზრად არ მოსულია, რომ გაეყიდა. თუმცა ძალიან ბევრი მსურველი იყო. ძალიან სპარსეთსაც უნდოდა. სპარსეთი რა ფულს არ გადაიხდიდა. თურქეთი, ანუ ოსმალეთი იმ პერიოდში რა ფულს არ გადაიხდიდა, რა თქმა უნდა, გადაიხდიდა.
მაგრამ არ ყიდიდნენ მიწას, იმიტომ რომ ეს მოდად იმდენი სისხლია დაღურილი ამ მიწაწყალში, რომ ამის გაყიდვა უბრალოდ არის მკრეხელობა. და ეხლა თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ ყველა იმ მეფეზე, იმ ადამიანზე, რომელმაც სიცოცხლე გაწირა ამ ქვეყნის გამო, თქვენ უფრო მეტად ჭკვიანები ხართ და უფრო მეტად პატრიოტები ხართ. რატომ ფიქრობთ? რატომ აძლევთ თავს ამის უფლებას? აი ეგ არ მესმის. თქვენ ხალხმა აგირჩიათ, რომ თქვენ გემართათ ეს ქვეყანა. კი არ გაგეყიდათ, არამედ გემართათ. და თქვენ ყიდით ქვეყანას. ეს მართვა არ არის, ეგ არის ქვეყნის გაყიდვა. რატომ არ მოდიოდით საარჩევნო ლოზუნგებით, რომ ჩვენ რომ აღმოჩნდებით ხელისუფლებაში, ჩვენ დავიწყებთ ქვეყნის გაყიდვას. გიხაროდეთ. და ხალხიც მე ალბათ მიხვდებოდა, რომ ამ ადამიანების მიშვება არ შეიძლება ხელისუფლება ძალაუფლებასთან. ანუ არ უნდა ჩაუგდო ხელში ხელისუფლება ასეთ ხალხს, რომელიც უკვე წინასწარვე აპროგნოზებს ქვეყნის გაყიდვას. მაგრამ თქვენ ყოველთვის შენიღბულად მოდიხართ, გასაგები ატყუებთ ხალხს და ისინიც ან თავს იტყუებენ, ან მართლა სჯერათ თქვენი ეგ ყველაფერი გასაგები, მაგრამ დღეს ხო უკვე ჩანს ყველაფერი. დღესაც რო ამბობთ, რომ ის არის მოღალატე, რომელიც პროექტის წინააღმდეგ გამოდის. დაფიქრდით ხალხო თქვენ საერთოდ ყველანაირ მორალს გაცდით. ყველანაირ ზღვარს და წითელ ხაზებს გაცდით საერთოდ. ღმერთის არ გეშინიათ. ვინ ახართ ხალხო, ვინ ახართ? სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, კაცო, რა ისწავლეთ ბავშვობაში, რას გასწავლიდნენ? ქვეყნის მიმართ სიყვარული, მარტო ფულის მიმართ სიყვარული გასწავლეს, კაცო. ზარია ეთერში. გისმენთ? ისმის ხომ ჩემი? დიახ, ქალბატონო, ისმის ისაუბრეთ. არაფერი არ ესმის სამთავრობას. მე ვფიქრობ, რომ მაგენმა ხალხის გაჭირებას სათანადოდ, კარა ის ნახევარიც არის ის, რომ ხალხში რა ამბავია. იმიტომ რომ თვითონ ფუფუნებაში ბანაობენ, კარგად არიან და ხალხის გაჭირება ნამდვილად არის ის, მაგენმა ხალხი რა დღეშივა. რა ვქნათ მითხარი, არაფერი არ ეწყობა, მხოლოდ ჩვენ ხალხი გამოსავალს ვეძებთ და გამოსავალი მხოლოდ ერთ რამეშია, რომ აი პარტიები ნუ ვართ ასე დანაწევრებული. ეროვნულად მოაზროვნე პარტიაზე მას განსაკუთრებით ყურადღება გამახსენებული. შევერთდეთ, გავერთიანდეთ. ზუსტად აქანე გვამართებს თქვენ მთავრობა. ხო და მივხვდეთ ამდენი რომ თქვენ გვინდა დიდი ლაშქარი გაერთიანებისა და ამ გაერთიანების იდეას მეტი დამაჯერებლობა უნდა მივსცეს და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამას ჩვენ ვერ ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ, არც გვაქვს ალბათ ინფორმაცია, არ გვაქვს ალბათ мотивация, კი გვაქვს ვითამ ყველა შემართებული ვართ, მაგრამ არ გმარა მაგი ინფორმაცია მეტი საჭირო. ინფორმაცია რომ ბევრი იქნება მობილიზაციას უფრო ადვილად მოხდება. არ გვაქვს მეტი გამოსავალი. მხოლოდ ერთადერთი გზა, ეს კუნძული, რომელშიც გეიაროს უნდა სიმართლემ გაერთიანება. ასე აგია ჩემი საქმე. დიახ, მადლობა ქალბატონო. აი ახლა ირანს რომ გადავხედოთ. ახლა ირანელი ხალხი მთელი თავისი ცხოვრება, ანუ ირანი, სპარსეთი ცხოვრობდა შახის მმართველობის ქვეშ. ანუ ეს ხალხი მიჩვეულია, რომ დინასტიური მმართველობა. მე 79 წელს, როდესაც 1979 წელს, როდესაც შახი გადააყენეს, ასე ვთქვათ, და გააქციეს ქვეყნიდან, აიათოლების მმართველობა დამკვიდრდა ირანში. თავიდან კარგად მიიღეს ირანელებმა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შახის დროს ბევრის უფლება მიეცა ირანელებს, განსაკუთრებით ირანელ ქალებს. მიუხედავად ამისა, აიათოლების მმართველობა ხალხმა თავიდან ძალიან კარგად მიიღო. მით უმეტეს, რომ დასავლეთი იმ შემთხვევაში, იმ კონკრეტულ პერიოდში ევროპა
ხელს უწყობდა აიათოლების რეჟიმის დამკვიდრებას და საბჭოთა კავშირიც. ხალხმა მიიღო კარგად, მაგრამ მე დროთა განმავლობაში, როდესაც დაწესდა სხვადასხვა შეზღუდვები, უკვე მიხვდნენ, რომ თლად ესე კარგი არ ყოფილა, ხო, აიათოლების მმართველობა. მე კიდე რაღაც პერიოდის შემდეგ რამოდენიმე პროტესტი იყო ამ რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დაძლია ხელისუფლებამ, დაძლია ხალხის პროტესტი და ამის შემდეგ იყო სხვადასხვა პროტესტი სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ ისევ ხელისუფლებამ ასე ვთქვათ ჩააქრო ეს საპროტესტო ტალღები. მაგრამ ბოლო პერიოდში რაც ხდება, ეს არ მომხდარა 79 წლიდან დღემდე ასეთი რამე არ ყოფილა. ანუ მათაც კი ამოუვიდა ხელში უკვე და ესმით, რომ არ შეიძლება იარაღი უნდა აიღო ხელში, რომ ბოლოს და ბოლოს დაამთავრო ის რეჟიმი, რომელიც მართავს 79 წლიდან ამ ქვეყანას. ხალხს ამოუვიდა ხელში უკვე აღარ შეუძლიათ. ეკონომიკა დაცემულია ბოლომდე, ხალხს არანაირი უფლებები არ აქვს და ბუნებრივია, რომ ეს საპროტესტო ტალღა უფრო და უფრო ძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დაღუპულია, ხალხი არ იშლება და ხალხი აგრძელებს ბრძოლას. და ეხლა ოპოზიციური ძალები უნდა რომ გამოიყვანოს ირანის რეჟიმს გამოიყვანოს გარეთ და დაანახოს ყველას, რომ ნახეთ ამდენი მომხრე წვავს. ბუნებრივია, მომხრე ეყოლება, როგორ არის 79 წლიდან, როდესაც ხარ ხელისუფლებაში, ნელ-ნელა სხვადასხვა სამსახურში, სხვადასხვა დონეზე, რა თქმა უნდა, ჩნდებიან შენი მომხრეები, რომლებიც ფულს შოულობენ, მაგრამ გაცილებით უფრო მეტია ის ხალხი, ვინც ეკონომიკურად და სოციალურად სიღარიბის ზღვარს ქვევით არის. და შენ რო გამოიყვან 10,000 კაცს 9 მილიონის წინააღმდეგ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კარგად არის საქმე. პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მცირედი რაოდენობის ხალხი ცხოვრობს კარგად და დანარჩენი ყველა ცხოვრობს ცუდად. და რა გინდათ, ვერ გავიგებ, იარაღი გინდათ, რომ ხალხმა აიღოს ხელში? თუ თქვენ იმის გჯერათ, რომ არა, კაცო, ესენი არიან ბრბო, კაცო, რა იარაღი, რის იარაღი, ვინ არის რამის მთქმელი ან რამის გამკეთებელი, აგერ გამოვლენ, იხმაურებენ, დავშლით და ამით დამთავრდება ყველაფერი. ხალხო, ვინ მოგცათ იმის უფლება მეთქი, რომ თქვენ ესე დაშალოთ ხალხი, როცა გინდათ, თქვენ გესმით, რომ არჩეული, გასაგებია, რომ გაყალბებული არჩევნები თქვენ ეს არ მოგწონთ, მაგრამ თუ გაყალბებული არჩევნები არ იყო, ამდენი ხალხი როგორ არის უკმაყოფილო ამ ქვეყანაში? რო აი გეკითხებით როგორ არის და სად არის ის ხალხი გარდა იმ ტროლებისა და ბოტებისა, რომელიც მხარს გიჭერს? ის თქვენი მხარდამჭერი სად არის? გამოიყვანეთ, რა ვიცი, 9 მილიონი, ხო ყავთ თქვენ 1,200,000 მხარდამჭერი, როგორც ამბობთ, ხო? და ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ახლა მათემატიკას ისევ მიმართავთ, 2 მილიონი თუ არის ამომრჩეველი, მოდით დავამრგვალოთ და თქვენ 86% გაქვთ აღებული, ალბათ 1,600,000 მაინც უნდა ყავდეს მომხრე. 9 მილიონი მაინც გამოიყვანეთ გარეთ. დაგვანახეთ, რომ რეალურად ყავთ ამდენი. მაგრამ ვერ გამოიყვანთ. იმიტომ რომ ფულით უნდა გამოიყვანოთ, ფულის დახარჯვა არ გინდათ. და თქვენ არავინ არ გიჭერთ ისე მხარს, რომ თავისით გამოვიდეს 9 მილიონი. 10,000, 15,000 გამოიყვანოთ. ესეც იმ ოჯახების წევრები იქნებიან და თვითონ ის ხალხი, ვინც მუშაობს ხელისუფლებაში. და ყველა არა, იმიტომ რომ ბევრი ვინც მუშაობს თქვენთან, თქვენით უკმაყოფილოა. ეს პარადოქსია, ხო? ზარია ეთერში. გისმენთ, ისაუბრეთ. აიო, მოგესალმებით. ვერ გავიგე. დიახ, ისაუბრეთ. ხმამაღლა ისაუბრეთ, თუ შეიძლება. საქართველოში ცხოვრობ კანტონი გიგემო ქალაქში ვეტერანი ვარ. მეშინია რომ ვარიცან შეგვიცვალე. რა ხდება უბრალოდ მიშელში პატარა სამართალი. როსტაველი პედალია ასიეთინა ხოლმე და მეშინია რომ ვარიცან შეგვიცვალე. ამ ჩხულები ენდევარი და ამ წოლების შეხედვარი რა.
კი, გასაგებია რომ ახსენებო ხალხმა იარაღი მე იარაღი თქმა არ მეშინია. ვეჭით გონის საიმისა მეშინა ვისამისება. აი, ონის არ მეშინია პატიცი. მეც ბუშევსკი უძახენ ყავ. მაგრამ სადა საქმეები მემართულების კურვიდე ვის შეიძლება კიდევ ვიმეორო. აუ, არ მესმის, იქნება ტექნიკურმა ჯგუფმა მაინც დამიწეროს რა თქვა თუ გაიგო ტექნიკურმა ჯგუფმა. ვერაფერი ვერ გავიგე, ძალიან სრიალებს დინამიკა. ნუ ალბათ მაყურებელს მეტნაკლებად ესმოდა, იმიტომ რომ თქვენ ხაზით პირდაპირ აჰა, ტექნიკური ჯგუფი მეუნება ვერ ჩვენ ნორმალურად ვერ გავიგეთ. გასაგებია. მაყურებელს ვთხოვ, რომ იქნება, ვინც ახლა რეკავდა, იქნება დარეკოთ, სცადოთ მეორედ დარეკვა და უფრო კარგი დაკავშირება მოხდება თქვენთან და გავიგებთ რას ამბობთ. თორე ძნელი ახლა ვერ ვივარაუდებ რაღაც რამოდენიმე სიტყვა კი გავარჩიე, მაგრამ ახლა ვარაუდით ხო ვერ ვისაუბრებ. კეთილი. ანუ აქ საუბარი რაზეა? ის რაც ხდება ვენესუელაში, მაგალითად, აი ხალხი გამოდის გარეთ და ზეიმობს, რომ მადურო აღარ არის ხელისუფლების სათავეში. რატო უნდა ზეიმობდეს ხალხი მითხარით? ან თუ აიათოლების რეჟიმი დასრულდება ირანში, ხალხი გამოვა და იზეიმებს, იმიტომ რომ ახლა ამდენი პროტესტანტი რო გამოდის გარეთ ქუჩაში, წარმოიდგინეთ, რამდენს კიდე ეშინია გარეთ გამოსვლა და სახში არის. და როდესაც დამთავრდება ეს ყველაფერი და გაიმარჯვებს ხალხი, რამდენი გამოვა გარეთ საზეიმოდ. ისმის კითხვა, აი რატომ უნდა მიიყვანო ქვეყანა ისე დონემდე, რომ ხალხისთვის ზეიმი იყოს შენი ქვეყნიდან, ან გატაცება, ან დასრულება შენი რეჟიმის და რატო უნდა უხაროდეს ხალხს და რატო არ გინდათ რომ ისე მარტოთ ქვეყანა, რომ ხალხი პირიქით წასვლისას ხალხმა თქვას რომ ნეტა კიდე დარჩენო და დარჩენილიყო ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თქვენთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორია ნაკლებად საინტერესოა. თქვენთვის ფულია საინტერესო და გინდათ ისტორიაში კი შეხვალთ, მაგრამ გინდათ რომ როგორც რეფორმატორები და თქვენთვის რეფორმას მნიშვნელობა არ აქვს. ცუდია ქვეყნისთვის, კარგია ქვეყნისთვის. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ფულის მომტანი რეფორმა იყოს. დანარჩენი უკვე ისტორიაში როგორ შეხვალთ, ეს ნაკლებად გაინტერესებს. გაფურთხებს ხალხი წლების შემდეგ თუ გაქებს ამ ეტაპზე, ამაზე არ ფიქრობთ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენთვის მთავარია რეფორმა, რომელიც ფულს მოიტანს. ზარია ეთერში. გისმენთ? გამარჯობათ, ისაუბრეთ. თქვენც ასევე. აი მაპატეს აი ამდენი ხანი მარტო ლაპარაკობს, ნუ არავინ არ არის ისე რომ გამოვიდეს ეს ხალხი გავაღიძო, თანაგაცავი მარტო ლაპარაკებს არაფერი გამოვიდეს. მე ხომ გითხარით. გასაგებია ბატონო ერთ წამით, მე ხომ გითხარით რომ საახალწლო პერიოდია და ბევრი ადამიანი არის საკოფაცხოვრებო რაღაც სიტუაციით დაკავებული. ჩვენ ვგეგმავთ ბუნებრივია, ჩვენ ვგეგმავთ, სხვა პარტიებიც გეგმავენ, ვიცით. იანვრის ბოლოდან უკვე ნელ-ნელა ისევ დაიწყება იმაზე ფიქრი და არამხოლოდ საუბარი, არამედ მოქმედება. და ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ რადგან ჩვენ იანვარში არაფერს არ ვაპირებთ, ფიზიკურად თქვა, არ ვგეგმავთ, არც ვისაუბროთ, ხო? ანუ ხო დამეთანხმებით. რომ ეს ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ჩვენ დღესაც ვსაუბრობთ, ხვალაც ვისაუბრებთ და იანვრის ბოლოდან თუ თებერვლიდან დავიწყებთ მოქმედებას. ანუ ერთმანეთს ხელს ხო არ უშლის, თქვენს უნდა დამეთანხმოთ, თორე მე იმაში გეთანხმებით, მარტო საუბარი, თუ ჩვენ მხოლოდ საუბარს ვგეგმავთ, ეს არაფერს სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას. ამაში გეთანხმებით. ოღონდ ჩვენ არ ვგეგმავთ მხოლოდ საუბარს, მაგრამ საუბრის გარეშეც მოქმედება შეუძლებელია, ამაშიც დამეთანხმებით. ბატონო, ყველაფერი ისე გაძღურებული, რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ეს სიტუალ, მე გამფიატოსი და მე მარტო დაუკლებ, არაფერი არ დაუკლებ, ფაქტები. პირიქით მომატებულია უფრო. დიახ,
დიახ, ამაში გეთანხმებით. მე თქვი კიდევაც წინა გადაცემაში, რომ საახალწლო სუფრა ნორმალურს კი არ გულისხმობ, აი სადაც ჩვენ რო ვართ მიჩვეულები თავის დროზე ნორმალურ სუფრას, სადაც ეხლა შავხიზილავას თავი დავად, მაგრამ გოჭის ხორცი, სხვადასხვა პროდუქტი რო დევს, ანუ 4-6 ადამიანი რო კარგად შეხვდება ახალ წელს. ადრე რო იყო ხოლმე. აი ასეთი სუფრა დღეს რომ გაშალო, დაახლოებით ალბათ 1200 ლარი მაინც გინდა და ისეთი მეტნაკლებად გოჭის ხორციც რო არ იყოს და რაღაც რავი ხაჭაპურს რო გამოაცხობს, ოლივიერა, ისეთი საშუალოზე ცოტა დაბალი დონის სუფრა რო გაშალო, 400-450 ლარი მაინც გინდა. და ეხლა გესმით ხო რომ ოჯახს ჭირდება წლის განმავლობაში ფულის შეგროვება იმისთვის რომ ნორმალური სუფრა გაშალოს საახალწლოდ. და ეს არ უნდა ჭირდებოდეს ოჯახს, კაცო, ერთი ხელფასი უნდა ყოფნიდეს პრინციპში. ერთი ხელფასი, ერთი ოჯახის წევრის ხელფასი უნდა ყოფნიდეს, რომ 1-5 ახალი წელი 5 საახალწლო სუფრა გაშალოს და არა სახლში, არამედ რესტორანში. და დღეს ჩვენ საუბრობთ რაზე, რომ პენსიონერი ახალ წელს შეხვდება აი ნორმაზე გაცილებით დაბალი ხარისხის სუფრით. და ეს შეურაცხყოფა იმ ადამიანებს. იმიტომ რომ თქვენ თუ გესმით ხელისუფლებას მიმართულ, რომ ყველას უნდა ხორცის ჭამაც უნდა, თევზის ჭამაც უნდა, სხვა პროდუქტის ყიდვაც ტკბილეულიც უნდა და იმ ხანში შესულს უფრო მეტად უნდა ეს ყველაფერი. ეს ერთი და რაც მთავარია, უფრო მეტი წამალი ჭირდება ხანში შესულ ადამიანს, იმიტომ რომ სხვადასხვა დაავადებები იჩენს თავს და უფრო მეტი ფული ჭირდება, რომ ეს წამალი იყიდოს. ან ძალიან დაბალ ფასად უნდა იყიდებოდეს ეს წამალი, რომელიც არ იყიდება სამწუხაროდ, აგერ ქალბატონმა დარეკა, რომ პირიქით იმის შემდეგ, რაც თქვენ თქვით, რომ წამალზე ფასები უნდა დაიწიოს, ფასმა მოიმატა. და ისმის კითხვა, რა უნდა გააკეთოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ, მარტო პენსიონერზე არ ვსაუბრობ. აი ჩვეულებრივმა მოქალაქემ, რომელიც მუშაობს და საშუალო ხელფასი აქვს 2000 ლარი თუნდაც. მაგრამ ოჯახი 2000-2500 ლარი იყოს თუნდაც. და ოჯახი მასზეა დამოკიდებული, 4 კაციანი ოჯახი. რა უნდა ქნას? ბავშვები რითი უნდა გაახაროს? საახალწლო რა სუფრა უნდა გაშალოს? აი მართლა გინდათ რომ წელიწადი ერთი წლის განმავლობაში ფული აგროვონ. ადრე აგროვებდნენ ხოლმე ფულს, რომ წავიდნენ დასასვენებლად ზღვაზე ვთქვათ რაღაც, მაგრამ იმას ჭირდება ბუნებრივია დიდი რესურსი, იმიტომ რომ მიდიხარ სხვაგან იქ უნდა იქირაო დასასვენებელი ოთახი იქნება თუ ნომერი ჰოტელში, ყოველდღე უნდა ჭამო რესტორანში, აქ გასაგებია რომ აგროვებ და მე მიდიხარ და კაი დროს ატარებ. საახალწლო სუფრისთვის რა ფული უნდა აგროვოს ხალხმა, წარმოიდგინეთ. აი აზრზე მოდით რა, რატო უნდა ისეთ დონემდე მიიყვანო ადამიანები, რომ საახალწლო სუფრისთვის ფული უნდა აგროვონ. და ის ადამიანები, რომლებიც დღეს კვებავენ უცხოეთიდან საკუთარ ოჯახებს საქართველოში, იმ ადამიანებს არჩევნებში მიღების და ხმის მიცემის უფლებას ართმევთ. ანუ აღარ არიან ჩვენი მოქალაქეები? აი ამდენ რამეს რო ვაკეთებ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, დაფიქრდით. იქნება დროზე გონს მოხვიდეთ და გამოასწოროთ ყველაფერი ის რაც გააფუჭეთ და ის არ გააფუჭოთ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა სამომავლოდ. კეთილი სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მე მადლობას ვუხდი მაყურებელს, რომელიც რეკავს და აქტიურობს. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას ორშაბათს 8:30-დან 10:30-მდე ვიქნებით თქვენთან ერთად ეთერში მე, გიორგი ლომია, გოჩა ჯოჯოა და გიორგი ფოფხაძე. ახლა კი დროებით კარგად ვწანდებოდ.